თითქმის ყოველთვის, როდესაც Google-ში რამეს ეძებთ, Facebook-ზე ფოტოს დებთ, Twitter-ში პოსტავთ თუ ინტერნეტ მაღაზიაში ვაჭრობთ, თქვენი მაუსის ყოველი კლიკის დროს წარმოქმნილი ელექტრონული სიგნალი იგზავნება ძალიან შორს ფრანკფურტში. სწორედ გერმანიის ამ ქალაქშია განთავსებული უზარმაზარი კომპიუტერული ცენტრი, რომელიც ქართველ ინტერნეტ მომხმარებელს მსოფლიო ქსელთან აკავშირებს. და იმაზე, რომ ინფორმაციის ნაკადი იყოს განუწყვეტელი, უკვე წლებია კავკასუს ონლაინ ჟურნალს. მაინის ფრანკფურტი, ქალაქი, სადაც ევროპის ერთიანი ვალუტა ევრო დაიბადა და მეტროპოლია, რომელიც არაოფიციალურად ევროპის ფინანსური დედაქალაქის სტატუსით სარგებლობს. ფრანკფურტის ცათამბჯენიდან ევროპის ყველაზე მსხვილი ტელეკომუნიკაციების ბიზნეს ქალაქი ჩანს. ადგილი, რომელიც მსოფლიოს ყველა დიდი თუ საშუალო ინტერნეტ პროვაიდერის მისამართია. აქ მსოფლიო ერთ ქალაქში ეტევა, უпростоრად ერთ უბანში, კიდევ უფრო კონკრეტულად ერთ ქუჩაზე. კლეიერშტრასეს და რეპსტოკერშტრასეს კვეთაზე. ტერიტორიას ტელეპორტ ჰაუსი ქვია. ეს არის მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო სამყაროში ორი ქუჩის ძალიან ცნობილი გადაკვეთა. აქედან იწყება ფრანკფურტის ტელეპორტ ჰაუსი, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანიაა თავმოყრილი, მათ შორის რა თქმა უნდა კავკასუს ონლაინით. მაღალტექნოლოგიური ლაბირინთების, სერვერების, კაბელების, მეგაბიტების და ტერაბიტების სიმრავლე თავბრუდამხვევად მზარდია. მსოფლიოს გლობალური ქსელის სამყაროში ჩვენი მეგზური კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელია. ის ტელეპორტ ჰაუსში სტუმარიცაა და მასპინძელიც, რადგან კავკასუს ონლაინის მომსახურება სწორედ აქედან იწყება. საქართველოს ამ კომპანიის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კავკასუს ონლაინის ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო სერვისების ხარისხს და სისწრაფეს აი ეს ციმციმა ყუთები უზრუნველყოფენ. ჩვენ ვართ ახლა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში, სადაც თავმოყრილი არის მსოფლიოს ყველა დიდი თუ პატარა, მიკრო, საშუალო ზომის ოპერატორი. ანუ აი ეს ორი აპარატურა უზრუნველყოფს კავკასუსისთვის სხვადასხვა ოპერატორებთან პირდაპირ მიერთებას. ანუ ეს ადგილი წარმოადგენს ასე ვთქვათ, მოდი რა ვთქვათ, რომ ეს არის ეზო, სადაც ყველა თამაშობს. ვისთანაც გინდა თამაში, მოდიხარ და ეთამაშები. ეზოში, სადაც კავკასუს ონლაინი მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს ეთამაშება, თქვენც ყოველდღე მოდიხართ. ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ინტერნეტის საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის მიღებას ითხოვთ. აი კავკასუსი და level 3-თან არის შეერთება. Deutsche Telekom-თან შეერთება არის. კიდევ აი აქ რო გამოყო ტელიასონერა. აი ამ კორიდორში მოთავსებულია მსოფლიოს გლობალური ქსელი, რომელმაც სამყარო ასე დააპატარავა. მათ შორის კავკასუს ონლაინის კარადა, სადაც საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელთა 50%-ზე მეტია შეერთებული. მე ახლა შემიძლია ხელის ერთი მოძრაობით საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ინტერნეტიდან გავთიშო და სამყარო ისევ გაიზრდება, თუმცა ეს ბუნებრივია, შეუძლებელია, რადგან ტელეპორტ ჰაუსის უსაფრთხოების სისტემა ძალიან დაცულია. 10 წელზე მეტია კავკასუს ონლაინი საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე ოპერირებს. მის სახელთან ასოცირდება ინტერნეტ ტექნოლოგიების ყველა პროგრესი ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის მაღალხარისხიანი ევროპული ინტერნეტი და საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე. სწორედ ამიტომ ევროპელი პარტნიორები კავკასუს ონლაინს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საიმედო პარტნიორად მიიჩნევენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუტელკოში. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი დიდი პროვაიდერია მსოფლიოში. ჩვენი სათაო ოფისი გერმანიაშია, მაგრამ წარმომადგენლობები ყავს სამხრეთ აფრიკაში, საქართველოსა და უკრაინაში. ჩვენი ოფისები განლაგებულია ლონდონში, ნიუ-იორკსა და ჰონკონგში. უკვე 5 წელია კავკასუს ონლაინის პარტნიორები ვართ და ეს ჩვენთვის პატივია, რადგან უყურებთ როგორ სწრაფად იზრდება ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია. ინტერნეტი როგორც ცივილიზაციის თანამედროვე საფეხური ინფორმაციის გაცვლის უსწრაფესი საშუალებაა. ევროპიდან ინტერნეტით უზრუნველყოფა და კავკასუს ონლაინის ამბიციური გეგმები წამის მეათედითაც რომ არ შეფერხდეს, ფრანკფურტში ჩასული დელეგაცია ნიუტელკოს შემდეგ კიდევ ერთ საერთაშორისო კონტენტ პროვაიდერს ხვდება. DKX-ის ოფისში კავკასუს ონლაინს მასპინძლობენ როგორც კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ კომპანიას. თითქმის 20 წელია DKX-ი მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სერვისების ბაზარზეა. ჩვენს პლატფორმაზე 600-ზე მეტი ქსელია მიერთებული დედამიწის 70-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის ერთ-ერთი კავკასუს ონლაინია. ჩვენ რამდენიმე წელია პარტნიორები ვართ და პერიოდულად უფრო და უფრო ვაძლიერებთ ჩვენს კავშირებს, რადგან ეს არის ოპერატორი, რომელიც უმაღლეს ევროპულ ინტერნეტ სერვისს თავაზობს კავკასიის რეგიონსა და შუა აზიას.
მარშრუტს, რომელსაც კავკასოს ონლაინის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი ევროპიდან აზიაში გადის, შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ ინტერნეტის აბრეშუმის გზა. მაღალტექნოლოგიური ევროპული ინტერნეტი ფრანკფურტიდან ბულგარეთში ჯერ სოფია, შემდეგ კი ვარნას დატა ცენტრში მოდის და უერთდება კავკასოს ონლაინის მფლობელობაში არსებულ უნიკალურ ოპტიკურ ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას. მაგისტრალურ კაბელს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე, ამ სფეროში ყველაზე გამოცდილმა ამერიკულმა კომპანიამ ტაიკომ 2008 წელს ჩაამონტაჟა. ძალიან ბევრი კაბელია დევს საერთოდ წყალში, მაგრამ ბევრი არ დევს ფსკერზე. ანუ ფსკერზე დადების ასე ვთქვათ, დადებითი მხარე ის არის უპირატესობა, რომ ნაკლებია დაზიანების ალბათობა. კავკასოს ონლაინს ევროპული ინტერნეტი აი ამ გზით შემოაქვს. ფრანკფურტის შემდეგ ბულგარეთის ქალაქ ვარნადან უახლესი ტექნოლოგიების 1180 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერიდან ქალაქ ფოჩი სადღაც აი აქ ამოდის და მიწისქვეშა კაბელიც კავკასოს ონლაინის სადგურს უერთდება. ზღვის სანაპიროდან შემოდის ამ სადგურში. ეს არის ვარნა-ფოთის შემაერთებელი სადგური, რომელიც ზღვის კაბელით ახალი ტექნოლოგიებით უკავშირდება ერთმანეთს. აქედან მერე მიემართება უკვე ორი მაგისტრალური კაბელი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მიდის ჩვენს ქვეყნის საზღვრებამდე, რითაც ვატყვით მეზობელ ქვეყნებს. კავკასოს ონლაინს აქვს დაცული მაღალხარისხიანი ოპტიკური ახალი ტექნოლოგიების ქსელი, რომლის გამტარუნებაა დღესდღეობით უპრეცედენტოა და ეს არის 500 გიგაბიტი. ამ წუთას 500 გიგაბიტის თორე ამ კაბელს უსაზღვრო საშუალება აქვს, რამდენსაც ჩვენ ბაზარზე მოთხოვნა იქნება, იმდენ შემოვიდეთ. 1180 კილომეტრიანმა საზღვაო ინფრასტრუქტურამ ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა. შეუზღუდავი შესაძლებლობების კაბელმა, რომელიც ევროპასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა, კავკასოს ონლაინს საშუალება მისცა გამხდარიყო ლიდერი რეგიონალური პროექტებით და დაესახა გლობალური და ამბიციური გეგმები. კავკასოს ონლაინი უკვე დიდი ხანია გაცდა მხოლოდ კავკასიის ფარგლებს და ევროპული ინტერნეტით წარმატებით ოპერირებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანსა და ერაყში, მაგრამ ეს ბოლო ეტაპი არ არის. კომპანია აგრძელებს სვლას აზიის სხვა სტრატეგიული ქვეყნებისაკენ. მუშაობთ აი ამ თემაზე, რომ ირანიდან ჩამოვიდეს დაუშვათ აქ დავარქვათ ომანი. ომანი არის ერთ-ერთი უმთავრესი ჰაბი ევროპას და აზიას შორის გამავალი ინფრასტრუქტურის, როგორც ევროპაში ვართ შეერთებული და იმ დიდ ტრაფიკთან ვართ ასოცირებული როგორც ერთ-ერთი მოთამაშე, ასევე გვინდა რომ აზიაშიც იდენტურად ვიყოთ წარმოდგენილი. წარმოუდგენელი შესაძლებლობების ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი რეალურად ასე გამოიყურება. თმის ზღერის სისქის ოპტიკური ღერო რამდენიმე დამცავი ფენითაა დაფარული. გლობალური პროექტების განხორციელების პარალელურად კავკასოს ონლაინი არ აჩერებს ინტერნეტ და საკომუნიკაციო სერვისების განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით უკვე დაიფარა თბილისი, რუსთავი, ფოთი და ზუგდიდი. 2014-15 წელი გაწერილია მთლიანად აღებული გვაქვს თუ სწორედ მახსოვს 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამ პერიოდის განმავლობაში ოპტიკური ქსელით დაფარული. ეს კავკასოს ონლაინის სატელეკომუნიკაციო ცენტრია თბილისში, სადაც აბონენტთა კონფიდენციალობა და უსაფრთხოება სპეციალური ტექნიკითაა დაცული. მონიტორებზე 24 საათიანი დაკვირვება მიმდინარეობს. მონაცემები მატრიცაზე აისახება და მოწმდება, რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა. უნიკალური ტექნოლოგიური შესაძლებლობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ ყოველთვის იქ, სადაც ხდება გარდამტეხი ტექნოლოგიური ცვლილებები და ყოველთვის პირველებმა შევთავაზოთ მომხმარებლებს სიახლე. ჩვენი კომპანია იყო სწორედ ის კომპანია, რომელმაც პირველმა შემოიტანა ევროპული ინტერნეტი საქართველოში, პირველმა შესთავაზა საცალო ბაზარზე მომხმარებელს ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი FTTX ტექნოლოგიით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1 მეგაბიტის სიჩქარე არ არის მომხმარებლისთვის საკმარისი და გავზარდეთ ეს სიჩქარე ჯერ 5 მეგაბიტამდე. დღეს კი მინიმალურ პაკეტში ინტერნეტის სიჩქარე უკვე 10 მეგაბიტია და წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს. ინტერნეტ სივრცის ლიდერები იუბილეს ახალი და გამარტივებული სიმბოლიკით ხვდებიან. კავკასოს ონლაინის ინიციალებით კომპანია Windforce-ის კრეატიულმა ჯგუფმა კავკასოს ონლაინის სტრატეგიული ხედვა ვიზუალურად გამოხატა. როგორც ხედავთ, ლოგოს მთავარი ძირითადი ელემენტი არის კომპანიის სახელწოდების პირველი ასოებისგან შემდგარი გლობუსი. გლობუსი მოგეხსენებათ არის უნივერსალურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ასე შემდეგ სიმბოლო.
თუ კავკასიის ონლაინის გეოგრაფიულ არეალს, ტექნიკურ შესაძლებლობებს, ამბიციურ გეგმებს და მდიდარ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მიხვდებით, რომ ინტერნეტ ქსელში გახვეული გლობუსი სულაც არ არის შემთხვევითი სიმბოლიკა.